ჩვენ სამუშაო ინსტრუმენტები უკვე გვაქვს და ახლა შეგვიძლია დავიწყოთ პროგრამის წერა. მოდი გავაკეთოთ რაიმე ფაილი, მაგალითად first cpp. დავიწყოთ ახლა ამ პროგრამის წერა და ყოველი ეტაპი გავარჩიოთ დაწვრილებით. პირველ რიგში მოდი დავწეროთ კომენტარი, სადაც დავწერთ ჩვენ რომ ეს არის ჩვენი პირველი პროგრამა. როგორ იწერება ახლა კომენტარი? ჩვენ ვწერთ slash, შემდეგ pips და აქ ვწერთ უკვე ჩვენს კომენტარს. მაგალითად, ეს არის ჩვენი პირველი პროგრამა. და დახურვა თუ გვინდა ამის, უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად. დავწეროთ pip-ი და slash-ი ისე. ამის შემდეგ ჩვენ უნდა ჩავთვალოთ header-ი. include-ის საშუალებით. რომელსაც ქვია iostream. სამომავლოდ ჩვენ უკეთ შევისწავლეთ ამ header-ებს, ამჟამად კი გეტყვით რომ header-ი შეიცავს გარკვეულ სასარგებლო ინფორმაციას, რაც აუცილებელი არის ჩვენი პროგრამის სამუშაოდ. ამის შემდეგ ვწერთ ესეთ რამეს. using namespace std. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ namespace std. რა არის ახლა namespace? ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, namespace არის რაღაც კოდის რეგიონი, რომელიც შეიცავს პროგრამის გარკვეულ ფრაგმენტებს. ამ namespace-ებზე ჩვენ მომავალში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. ამის შემდეგ ჩვენ უნდა დავწეროთ ჩვენი main ფუნქცია, რაც არის აუცილებელი, რათა ჩვენი პროგრამა იმუშაოს. და ახლა ამ main-ში უნდა დავწეროთ ჩვენ კოდი. ამის შემდეგ ახლა აქ უნდა დავწეროთ ესეთი რაღაც, რომ დავაბეჭდოთ შეტყობინება ეკრანზე. cout-ი არის წინასწარ განსაზღვრული იდენტიფიკატორი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია დავაბეჭდოთ აი ამ კონსოლში ჩვენთვის სასურველი ტექსტი. მაგალითად, we love cpp. და აქ წერტილმძიმე. და ბოლოს წერთ ჩვეულებრივად return 0. აქვე ვნახოთ ჩვენ მეორე სახის კომენტარი როგორ შეიძლება დავწეროთ, უბრალოდ წერთ ორ დახრილ ხაზს და შემდეგ წერთ ჩვენს კომენტარს, მაგალითად დავბეჭდოთ striconi. ჩვენ უკვე კოდი დავწერეთ, ახლა ის გადაგვრჩენია რომ დავაკომპილიროთ ეს კოდი და გავუშვათ ჩვენი პროგრამა. ასე იგი, გამოვიძახოთ ახლა ჩვენ cmd და წერთ g++, შემდეგ წერთ ჩვენი აი ამ source code-ის ფაილს, ანუ first cpp, შემდეგ -o და ვწერთ იმ სახელს, რაც გვინდა რომ ერქვას ჩვენს პროგრამას. ანუ იმ exe ფაილს, რაც გაკეთდება. და მოდი ესეც იყოს first. და აი უკვე ეს პროგრამა დავწერეთ ჩვენ, დაკომპილირდა, ესე იგი შეცდომები არ გვაქვს და ახლა შეგვიძლია გავუშვათ. აი როგორც ხედავთ, იმუშავა ჩვენმა პროგრამამ და დაიბეჭდა we love cpp.